სენაკი ფოჩის სარფის საავტომობილო გზის სარფის 2 კილომეტრამდე სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი ქვისფენის საწინააღმდეგო და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად გზის ქვედა ფერდი გამოირეცხა, რაც საფრთხეს უქმნის ავტოტრანსპორტსა და მგზავრებს. ასევე პრობლემას ქმნის კლდოვანი ნაწილი, საიდანაც ქვები ცვივა. სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ეს არის პრაქტიკულად უმოკლესი გზა თურქეთის გავლით ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და აზიაში მიმავალი მანქანებისთვის. ძლიერი შტორმების შედეგად დაზიანდა გზის ქვედა მონაკვეთი, აგრეთვე ფერდობებიდან ქვისფენის საშიშროება იყო, რომელიც საფრთხეს მგზავრებს. ყველა ამ სამუშაოს დასრულების შედეგად მსგავსი საფრთხეები აღარ იქნება და უსაფრთხოდ შეეძლებათ ყველა აქ მოსიარულე მგზავრს გადაადგილება. კვარიატის სარფის მონაკვეთზე დაიხარჯება დაახლოებით 35 მილიონი ლარი. ეს პროექტი გულისხმობს გზის გამაგრებით სამუშაოებს და ასევე გაფართოებით სამუშაოებს. ვართ 100 ადამიანი ამ ობიექტზე დასაქმებული ყველა ბათუმიდან. ვიხარია რომ გვაქვს შემოსავალი წყარო და ვალამაზებთ ბათუმს.